გამარჯობა მეგობრებო, სანამ ვიდეოს თავარ აზრზე გადავალ, გეტყვით რომ სასამართლო მოვუგე ШСС-ს ჯერჯერობით დეტალებს არ გიზიარებთ, არ ვიცი რამდენად სასარგებლო იქნება ყველა დეტალის გაზიარება თუ თქვათ რაღაცა ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, მიზანი არის კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა და მაქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას, რამდენიმე კვირა დამჭირდება, ყოველ შემთხვევაში მე მჯერა რომ ის რაღაცა რუბიკონი გადალახულია, როგორც იტყვიან ხოლმე და აცი უკეთესობა იქნება. და მე მგონია რომ რაღაცა ეტაპზე ადრე თუ გვიან უკვე დიალოგი შედგება და გაგვიმარტივდება კანონის გაუმჯობესება. სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო და ესე მიწოლა, რომელიც თქვათ წლები იწელება, იმიტომ რომ ეხლა სასამართლო მოვიგე, 24-ში მაქვს შეტანილი მაგაზე საჩივარი. თუმცა ძალიან დიდი საქმე არის ეგ მეთვლი, იურისტებიც მაგაზრზე არიან და ალბათ ნენელა ყველა გაიგებს მაგის რაღაცა შედეგებს. ჯერ ნენელა, მერე იმედი მაქვს რომ უკვე სხვანაირად იქნება ეს ყველაფერი. კეთილი, გადავიდეთ ახლა ვიდეოს მთავარ აზრზე. სანამ შეიცვლება კანონი, ვცდილობთ რომ თქვათ რაღაცნაირად ვადაპტირდეთ, შეგუებით არ ვეგუებით, თუმცა ვადაპტირდეთ და ესეთი კითხვა მაქვს მქონდა მე პოლიციელებთან და მაგის ვიდეოს გაგიზიარებთ. როგორ შეიძლება გადავიტანოთ ბარსეტკით დანა ისე რომ არ დავჯარიმდეთ და გადავწყვიტე რომ პოლიციელებს შევხვდე ხოლმე. და კითხვა დაუსვა ხოლმე და მე გაგიზიაროთ პასუხები. სასამართლო პრაქტიკა ჯერჯერობით ამაზე როგორც ვიცი არ არის, არ უმსჯელია სასამართლოს ამაზე, კანონში არ არის გაწერილი, თუმცა ყოველდღიურობაში პოლიციელების მიდგომა როგორი არის და თუ მოვაგროვებ 1-20-30 პასუხს რომ თქვათ ესე მოსულა, ჩემი აზრით ჯერჯერობით პრაქტიკაში იმუშავებს ისე რომ თქვათ ამაზე თქვათ არ იქნება პრობლემა და დანარჩენი ვფიქრობ რომ მე კანონშიც აუცილებლად უნდა გაიწეროს ან სასამართლოში გასაჩივრდება და მე მაგისი პრაქტიკაც გვექნება. მოკლედ რომ გაიგოთ ახლა არა ვიდეო არის ძალიან დაჭრილი პოლიციელების ასაც თხოვეს რომ ვიდეო არ დამედო მე თვითონაც სიმართლე გითხრათ არ მინდოდა მაგის დადება იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება არასწორად გაიგოს ეს არის მხოლოდ თქვათ რამდენიმე პოლიციელის აზრი იმ კონკრეტულ სიტუაციაში კანონი იმდენად ბუნდოვანი არის რომ სხვა პოლიციელმა შეიძლება სხვაგვარად გადაწყვიტოს მესმის ლოგიკურად ესეა ადეკვატური ესე არის რაც ახლა მოხდა მაგრამ სხვა შემთხვევაში სხვანაირად შეიძლება გადაწყვიტოს ვიღაცამ და მაგას დრო დაჭირდება პერიოდულად ესე რომ ეცლება ხოლმე პოლიციელებს გამოვესაუბრები და ჩემი აზრით რაღაცა გამოცდილებას მივიღებთ და რაღაცაზე შევთანხმდებით სანამ კანონი შეიცვლება მოკლედ კითხვა მდგომარეობა შემდეგში ესე მქონდა ჩანთაში პატარა ბარსეტკები აიცით რომ ბარსეტკებზე ახლა ძალიან კაცრად აკონტროლებენ ესე ბარსეტკაში მედო ესეთ პატარა თავის შალითა დანის და ამ შალითაში გახვეული მქონდა ამ ჯერზე ნაჭერსში ძალიან ჩემი აზრით ადეკვატური არის რომ ჩანთაში გიდევს ის ჩემი აზრით გამორიცხავს დაუყოვნებლივ გამოყენებას მაგრამ ამ შემთხვევაში ნაჭერში მქონდა გახვეული ხო და დანარჩენი მაგებს ნელა დავსვათ და რაღაცა მე მგონი რომ ზღვარზე ვარ და მაგას გავარკვევთ მოკლედ და მედო ესეთი დანა რომელიც იქამდე მივედით რომ დანა საერთოდ არ გახსნილა ამ ნაჭრიდან ერთი მომენტია ესე გადმოვატრიალე თუმცა მე ისე შევფუთე და ჩავიდე ჯიბეში და საბოლოო ჯამში წამოვედი ისე რომ დანა არ დაგვითვალიერებია ანუ იმ მომენტში იმ კონკრეტულმა პოლიციელებმა ჩათვალეს რომ მე მქონდა დანის ტარების საშუალება ცივი იარაღის ტარების საშუალება იმიტომ რომ ვფლობდი იმგვარად რომ არ შემეძლო დაუყოვნებლივ გამოყენება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ახლა ეს თქვენი გადასაწყვეტი არის ახლა ვინც არის ამ თემით დაინტერესებული მე იმათ ადგილზე ახლა მარტო მე რო ვწვალობ წავიდოდი ჩავატარებდი გავს ექსპერიმენტს და თუ დამაჯარიმებდნენ მე გავასაჩივრებდი სასამართლოში და მე სასამართლო პრაქტიკაც მექნებოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც შემიძლია ვაკეთებ კიდევ მექნება მსგავსი გასაუბრებები პოლიციელებთან და მაგასაც გაგიზიარებთ. ეხლა გაგიზიარებთ რომ თქვათ მარტო სიტყვაზე არ მენდოთ მაგ ვიდეო ჩანაწეს რომ მე ვიყავი ესე პოლიციელებთან და წამოვედი ისე რომ თქვათ არ დავჯარიმდი. დანარჩენი პოლიციელების საუბარს მათ თითქმით არ გიზიარებთ და მეც მაგ აზრზე ვარ რომ ბევრმა რო არასწორად გაიგოს ეგრე არის იმიტომ რომ პრაქტიკა არ არსებობს ჯერჯერობით ამისი, განმარტება არ არის ამისი და ჯერჯერობით ესე ქუჩაში პოლიციელები და ჩვენ რაღაცა უნდა შევთანხმდეთ რომ სანამ გავერკვევით პატიოსანი ხალხი როგორ შეიძლება თქვა რომ დანა მივიტანოთ ხოლმე გასალესად. კეთილი გიზიარებთ ვიდეოს. გამარჯობა პატიცემულებო. გოდიში გაწუხებთ რამდენიმე კითხვა მაქვს. თუ არ მოგაცდენთ და შეიძლება გამარჯობა. ვიდეო გადაღებას ვახორციელებ, როდესაც საფეებს არ ვაჭრობ, უბრალოდ რაღაცა კითხვა მაინტერესებს. გახლავართ გიორგი ჩხაიძე, წარმოგიდგენთ გამოდაშლებას
დანების მლესავი ვარ. ხო და ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ხოლმე რა რომ სახელოსნომდე როგორ მოიტანოს დანა ისე რომ არ დაჯარიმდეს. ეხლა ჩანთა გავიგე, მაგრამ ეხლა ესეთი ჩანთა არის ვთქვათ. ამ ჩანთაში პირდაპირ ხუდებს ხოლმე როგორც ხდები ჯარიმდებიან მოქალაქეები, ეს სწორად მესმის? თქვენი გამოსვლით აჯარიმებთ ხოლმე. და უნდა გითხოთ ეხლა ამ ჩანთაში შიგნით დამატებით ჩანთაში რომ მიდოს კიდევ, რაც ჩემი აზრით გამორიცხავს დაუყოვნებლივ გამოყენებას. ჩემი აზრით, ზუსტად პასუხი შეიძლება ვიღებს მაგაზე, მაგრამ თქვენ კონკრეტულად ამ ჩანთაში შიგნით რო ჩანთა იყოს კიდევ. მაინც დააჯარიმებდით? გიორგი ბატონო. ეს დამატებით ჩანთა დამატებითი ჩანთა ეგეთი განმარტება არ არის. ეთილი. უკვე მეგობარო, მას ჩაგიკითხებით, ეს ცოტა გაუგებარი არის. ხელმისაწვდომი კანონში არ წერია, ხელმისაწვდომი შეიძლება ზოგჩანთაც იყოს, მანქანაც იყოს, ყველაფერი. კანონში წერია. ერთად რომ შეიგეძლო. დაუყოვნებლივ გამოყენება. დაუყოვნებლივ გამოყენება. არის დაჭერა. კი ბატონო. ერთი და იგივე საუბარი. თქვენ მაგაცინეულობ თქვენ გეთახმოთ. ხო და დაუყოვნებლივ გამოყენება, მაგალითად გერმანიაში კანონი არის დაუყოვნებლივ განმარტებული, რომ თუ ორი ხელით იხსნება თანა. ის დაუყოვნებლივ ვერ გამოიყენება. გერმანიაში რას როგორ აკეთებენ, ის იმაკის. მაგალითი მოგიყვანეთ. ჩვენთან რაც ხდება, იმაზე. ჩვენთან ეს მაინტერესებს. ამაში თუ ჩანთა დევს კიდევ. იმ შემთხვევაში ითვლება დაუყოვნებლივ. თქვენ როგორ ჩათვლიოთ? ანუ აი მაგალითად ესე მიდევს და შიგნით კიდევ ჩანთა დევს, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას რომ შევეცრებთ, შესაბამისად მაგდოს შევაფასოთ მდგომარეობას. კეთილი, მაშინ ნუ შიგნით მიდევს განა, მაშინ როგორ შევაფასოთ? ანუ ჯარიმდები თუ არ ჯარიმდები? ეხლა კიდე? კი, მიდევს და. აბა წარმოგიდგენთ. წარმოგიდგენთ, უბრალოდ მაინც კითხაზე რომ გამცეთ, თუ შეიძლება. მაგას გაგიცით, ანუ შესაბამისად მე შემდგომ იმოქმედებ კონკრეტულ სიტუაციას. აი, ანუ აი, კი ბატონო, ანუ ამ ჩანთაში მიდევს, შიგნით კიდევ ჩანთა მიდევს, რომელსაც თუ ცალი ხელით ვერ გავხსნილებ დაუყოვნებლივ ხუნებათ, ნედა. არა, არ გავხსნილ. აი ესე მიდევს. მერე ხსნი. მერე შიგნით ნაჭერში მიდევს და მერე ისე ხსნი. ამ შემთხვევაში ითვლება დაუყოვნებლივ გამოყენებად, მეგობარო. პასუხს ვერ გამცემ ვიცი, მაგრამ თქვენ ჩათვლით? ასე გახდება გამიგადა. არა, მაგას ხო არ აქვს მნიშვნელობა, თუ ცივი არაღი იყოს ან არ იყოს. მაგაზე საუბრობთ და როგორ არის? არა, უყურეთ, თუ დაუყოვნებლივ ვერ ვიყენებ, თუ ცივი არაღი რო იყოს, მე უკვე მაქვს გადატანისუფლება, სწორად მესმის? უცოდ გამიგა. არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარო. კი ბატონო. დანების მლესავი და კითხვა გვაქვს რა მოქალაქეებს. კი ბატონო. ამ შეკითხვებზე რა აქვს მიღებული პასუხი? არა, პირველად გადავწყვიტე რომ გავრიცხე. არ მაქვს და მაგიტო გეკითხები. ეხლა მე მესმის ამომწურო პასუხი ვერ გამცეთ შეიძლება, მაგრამ პრაქტიკა იქნებით. გიორგი ჩაიძე. ეხლა თქვენ რომ მიხსნით ანუ იმას რომ ჩანთამიდე ჩანთაშია. კი. იმის შიგნით ნაჭერი მაქვს და ნაჭერში მაქვს დანა გახეული. დანა მაქვს შიგნით გახეული. ამას იძახით, ხო? კი. ეხლა ეს მდგომარეობა გაქვს თქვენ? კი. აბა ბელ წარმოვადგინეთ, აბა. წარმოგიდგენთ, აუცილებლად თუ კითხვაზე ხო შეიძლება გამცეთ პასუხი. გიორგი, შეგულოს გამარჯობა ბატონო. ანუ თქვენ დაგეხმარებით? კი, დახმარებამი და ნამდვილად მაგიტო გაწუხებთ. ბოდი შეწავდეთ ცოტა ის გამიშა. პატარა პრობლემები გვაქვს და მაგის გასაგებად მოვედი რომ რაღაცა ვიგო. ეთილ, უბრალოდ მადლობა. ეთილ. უბრალოდ მადლობა, ბატონო, ბოდი შეგაწუხეთ.